კიდევ ერთხელ ღამემშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენი სტუმარი გახლავთ პოლიტიკის პოლიტოლოგი მოდი ესე ვთქვა. პოლიტიკის ანალიტიკოსი ბატონი ვაჟა ბერიძე. მოგესალმებით ბატონო ვაჟა, დადოთ ტელეფონი თუ შეიძლება. მოგესალმებით. გათიშეთ. მოგესალმებით ჩვენს აუდიტორიას. მსმენელებს, მაყურებლებს. დიახ. და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ვისაუბრებთ იმაზე, რაც ხდება საქართველოში. თქვენი აზრით რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი? ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაც დღეს ხდება საქართველოში. იმდენად რამდენადაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავდექით გზაჯვარედინზე. დიახ. თითქოს არჩეული გვაქვს კურსი დამოუკიდებლობის განმტკიცების, ეკონომიკის აღმავლობის, ეროვნული ინტერესების სამსახურის, მაგრამ შეცვლილი ვითარება, როგორც საშინაო სივრცეში, ისე საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. ნუ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით უკვე დიდი ხანია ეს სიტუაცია. არ არის დიდი ხანი რაც ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ქართული ოცნება პირველ პერიოდში თავის მმართველობის არჩეული კურსის ფარგლებში და კალაპოტში მოძრაობდა და შესაბამისად მე ვთვლი რომ არ იყო შეცვლილი ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი, მიმართულება და ამ პოლიტიკის შინაარსი. სწორედ მაშინ იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი და ეს კოჰაბიტაცია, რამაც აქამდე მოგვიყვანა. იცით რა არის, რომ მოდი მაშინ კაფეო თქვათ, რომ პოლიტიკა არის მხოლოდ შესაძლებლის ხელოვნება. არ არის პოლიტიკა რაღაც ზედმეტი არარეალური იდეალების სამსახური. ის რომ ჩვენ მივიღეთ ვთქვათ კანონები, რომელსაც საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმებოდა, ეს იყო გარკვეული კომპრომისის შედეგი. შესაბამისად ეს კომპრომისი იქნა დაშვებული, რათა ჩვენ გაგვეგრძელებინა და პირიქით ძალიან ძირად დაგვიჯდა ეს კომპრომისი და აი საქმეც ეს არის, როდის უფრო შეეძლო, მაშინ ყველა იყო თითქმის 80% ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნებას უჭერდა მხარს. მაშინ ყველაზე მეტად ძლიერი იყო ქართული ოცნება ვიდრე დღეს. და აქედან გამომდინარე, რას ნიშნავს, რა ჩემი გადასახადია, რა თქვენი გადასახადია ეს კოჰაბიტაცია სადამდე მიგვიყვანა ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა. ეხლა ამაზე პასუხისმგებელი არ არის ხელისუფლება და აბა მაშინ რა თქვია ხელისუფლება, რომელიც არაფერზე პასუხისმგებელი არ არის. იქ უნდა კომპრომისზე წასულიყო, აქ უნდა კომპრომისზე წასულიყო. ეხლაც კომპრომისზე მიდის და ამ ასობაში შაგრენის ტყავი, ხო იცით, რო პატარავდება, ესე პატარავდება ეს საქართველო და გადის ხალხი, შობადობა ბევრად ჩამორჩება სიკვდილიანობას და ნუ არ ვიცი სოციალურ პრობლემებზე ხო აღარაფერს აღარ ვამბობ. აი რაში გამოიხატება მაშინ ეს კომპრომისი რომ გააგრძელა და სადამდე მოგვიყვანა მე ამ გაგრძელება. აფთიაქში წამას ვერ იშოვნა. სამწუხაროდ პროდუქტებს ვერ ყიდულობ. არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ რომ ჩვენ ვიმყოფებით კატასტროფის წინ. დიახ. იმდენად რთულია ვითარება, ეს ჭეშმარიტებას ბრძანებთ. ამავე დროს ასე ვთქვათ, ეს არის ვთქვათ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის შედეგი, დავცოთ კითხვა. არა რიტორიკული სხვათა შორის. რა თქმა უნდა, ეს ამ პოლიტიკური ძალის და მისი ფაქტობრივი ლიდერის და არაფორმალური მმართველის ქვეყნის ბიძინა ივანიშვილის ბრალი არ არის. და ეს არის აი იმ ისტორიული პროცესის შედეგი, რაც დაიწყო საბედნიეროდ მსოფლიოში, თქვათ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენ მოგვეც საშუალება ქართველი ხალხის ბრძოლით, თქვათ შრომით, რუდუნებით, რომ აგვედგინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. მაგრამ არაერთხელ მაგრამ დავაქციეთ საქართველო, გავყიდეთ, გავძარცვეთ და კარგახანია დამოუკიდებლები აღარ ვიყავით, ხო, თურმე გამოდის, იმიტომ რომ სუხდებოდა დასავლეთიდან რაღაც დირექტივები, რაც სრულდებოდა. კარგით, მაშინ რახან ასე რადიკალურად აყენებთ საკითხს, მეც გკითხავთ, რომ დასავლეთთან ჩვენი თანამშრომლობა არ ჩამოყალიბებულიყო,
საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში ჩვენ რა გველოდა მე ვიტყვი პირდაპირ რუსეთში შებრუნება და რუსეთში ჩვენ რომ არ შევბრუნებულიყავით და ეს პერსპექტივა არ შემიძლია ვთქვა რომ დღესაც გარდუვალია და დღესაც რეალურია მაშინ ჩვენ რაღაც დასავლეთი ჩვენთვის არ იყო აღთქმული მიწა არ იყო რაღაც საოცნებო არეალი ჩვენთვის დასავლეთი ბატონო ვაჟა ის მიმართულება ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოსი ხო რაც მოხდა თავიდან აი სწორედ ეს მიმართულება იმდენად გამაღიზიანებელი იყო ჩვენი ეგრეთ წოდებული მეგობრებისგან დასავლეთში რომ ეხლა აღარავინ აღარ აბრალებს ზვიად გამსახურდიას დაუშვათ დამხობას რუსეთს იმიტომ რომ ყველა მიცის აქ ვინ უფრო დიდი როლი ითამაშა ეს ერთი მეორე წელიწადში რუსეთშიც მაშინ იმდენი პრობლემები იყო რომ რუსეთი ეხლა არ მითხრათ რომ კიტოვანმა დაამხო გამსახურდია ვინ ესა ერთი წუთით არა რა ვინ ამბობს რომ მხოლოდ კიტოვანმა მხოლოდ არა ნუ კიტოვანმა არა მხოლოდ კიტოვანს არ და შემსრულებლები არა იცით რა არის შემსრულებლები საჭირო იყვნენ მე აქ ვამბობ ის რა ქვია ვინც იყო აი ამ დირექტივების მიმცემი ვინც ასაზრდოებდა როგორც დღეს ახლა რასაც უყურებთ ხო დასავლეთიდან ასაზრდოები ჩვენ ყავს ხო აგერ გადით რუსთაველზე და ნახავთ ისე რომ აი ამის რო არ გვეთანამშრომლა აი სწორედ უარი რო თქვა ზვიად გამსახურდიამ თანამშრომლობაზე კი არ თქვა უარი აი ეს დირექტივებზე რო თქვა უარი იმიტომ დაამხეს და დღეს და შემდეგ მოკლეს კიდეც რისი თქმა მინდა თანამშრომლობა სხვა რამ არის და უმცროსი ძმის როლში ყოფნა საბჭოთა კავშირი და რატო გამოვედით ეს არ გვინდოდა მაგრამ თურმე მაშინ გაცილებით თავისუფლები ვიყავით თუ არ ვიყავით უმცროსი ძმის როლში აი ამაშია მთელი ტრაგიზმი რომ ჩვენ ისე ჩვენ გვეგონა რომ ვიყავით დამოუკიდებელი მაგრამ ყველაფერი კეთდებოდა დირექტივები და ეს დირექტივები თანამშრომლობა არ არის ნამდვილად არ არის თქვენი თვალსაზრისი არის საგულისხმო და არის ლოგიკა თქვენს მსჯელობაში მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ და მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან რთული პროცესი ურთულესი რა თქმა უნდა საერთოდ ზვიად გამსახურდია როგორც პიროვნება მოაზროვნე და პოლიტიკოსი ეს ძალიან რთული ვრცელი თემაა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაც ძალიან ბევრშრიანი პრობლემაა დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირების კონტექსტი კიდე სხვა თემაა ამიტომ ჩვენ აი ესეთ სიღრმეებში ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე ვერ შევავთ მაგრამ ერთ რამეზე შევთანხმდეთ რომ თანამშრომლობა არის თანამშრომლობა და არა დირექტივები და არა შენ რა გინდა კი არ მაინტერესებს მე რაც მინდა ეს უნდა გააკეთო ეს არ არის თანამშრომლობა და ეხლა გასკდა ეს ყველაფერი რაც ამდენი წელი ესე გრძელდებოდა ბატონო ვაჟა ეხლა უკვე აი ვის არის რა ქვია გამსკდარია ხო ყველამ ვიცით ის რაც შეუძლია იმას არ შეუძლია ხარს რა თქმა უნდა ეს ასეც არის იმიტომ რომ პოლიტიკა ჩვენი 30 საუკუნოვანი ისტორიიდან თავარი დასკვნა რაც შეიძლება გამოვიტანოთ ეს არის რომ ჩვენ ძალიან გვიჭირს მომავლის გზის დასახვა ეს ყოველთვის ასე იყო რის გამოც ნუ ერთი ბოლო 25 საუკუნეს თუ ავიღებ მხოლოდ 5 საუკუნე იყო საქართველოს ერთიანი მთლიანი და სერიოზული ძალა ასე ვთქვათ განვითარების კაცობრიობის და ის რომ არხეა და საწყისია არც ამაზე აღარ დაობს არავინ დასავლეთშიც არც აღმოსავლეთში სხვათა შორის მაგრამ რეალურად როცა თქვათ მიდგებოდა საქმე რომ ამ ცივილიზაცია უნდა განვითარებულიყო იქ დაუყოვნებლივ წარმოიშობოდა კატაკლიზმე პრობლემები ძირითად საგარეო ხასიათის და ჩვენ წამსვევ კარგავდით დამოუკიდებლობას და სხვადასხვა იმპერიების გავლენის ქვეშ ვიყავით მაგალითად ბოლო პერიოდი მე-17-მე-18 საუკუნე აქ სამი ძალა ეკიშპებოდა ერთმანეთს სპარსეთი, ოსმალეთი და რუსეთი შესაბამისად ამათ დაგვინაწილეს მერე რუსეთმა წაიღო მთლიანად
ნაწილი ისტორიული საქართველოსი და ამ ისტორიულ ნაწილში საქართველოს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ქართული სახელმწიფოებრიობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლა-დაცემის შემდეგ სახელმწიფოებრიობად ჩამოყალიბდა და დამოუკიდებლად. ეხლა მე არ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი ცნობილი თეზა, რომ იმპერიების ნანგრევებზე ჩამოყალიბებულმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ, რომ აქვთ დამოუკიდებელი არსებობის უფლება და საშუალება, სხვათა შორის, იმიტომ რომ თქვა პირველ იმპერიას თუ ავიღებთ, რომელიც დაიშალა ალექსანდრე მაკედონელის იმპერია, აქ მხოლოდ პტოლემიდების ეგვიპტემ გაძლო გარკვეული საუკუნეების განმავლობაში საკმაოდ ნორმალურად. ყველა სხვა გაქრა დედამიწის ზურგიდან. ასე იყო სხვა იმპერიების დროსაც, ეხლა თქვათ, მაგრამ ჩვენს უ გადავრჩით და ჩვენ მოვედით დღემდე. ბრიტანეთი რო გაიხლართა ინდოეთში, როგორც მაკედონელი აზიაში თავის დროზე, ეგ კიდე სხვა ფენომენია და აქ ინდოეთმა შთანთქა იმპერიული ბრიტანეთის ექსპანსიონისტური მუხტი და მოიპოვა დამოუკიდებლად, მაგრამ პატარა ქვეყნები ძირითადად ნადურდებიან ასე დროს. შესაბამისად, ჩვენ ასე ვთქვათ, უნდა მოვიცადოთ და უნდა შევხედოთ ჩვენ შესაძლებლობებს და აი ამ დევების გარშემო რომ მიმოდიან, ამათ ზრახვებს თუ გვინდა რომ გადავრჩეთ. ამავე დროს, აი მე ხაზგასმით მინდა ჩვენი ძალიან კარგი მე ვფიქრობ და გამოცდილი აუდიტორიის გასაგონად ვთქვა, რომ ამავე დროს ჩვენს ისტორიაში, რომელიც ძალიან გვიყვარს და ხშირად ვიმოწმებთ სხვადასხვა მიზნით, სულ ვიყავით ცივილიზაციის მოწინავე ფრთაზე. ჩვენ არ ყოფილვართ და არ ცდილვართ, როგორც ბოლო პერიოდში გარკვეული ძალები, გამოქვაბულში დავრჩენილიყავით. ჩვენ სულ ვიყავით მოწინავე არენაზე, ჩვენ ძველ ბერძნებს მივეცით სიბრძნე, მიუხედავად იმისა, რომ პროტოქართული ტომების არეალში მოვიდნენ ისინი და ასიმილაცია გაუკეთეს იმ ქვეყნებს, მიუხედავად იმისა, აქედან წაიღეს ის უძველესი სიბრძნე და დიდი ცივილიზაცია ჩამოყალიბდნენ. შემდეგ ძალიან რთული იყო, თქვა, რომთან ურთიერთობა, იქაც მოახერხეთ, რომ შეგვენარჩუნებინა გარკვეულად იდენტობა და ამავე დროს არ გამქრალიყავით. ამის შემდეგ წამოვიდა ურთულესი პერიოდი ფაქტობრივად სპარსეთის დომინირებით რეგიონში და ჩვენ ისევ გადავრჩით, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ცეცხლთაყვანის მცემლობა იყო მთავარი ქრისტიანობის შემოსვლამდე აქ და გააციდა და რა კერპები არიდგა ამ ქვეყანაში და აგერ ასე ვთქვათ აბანოთუმაში კიდე იყო საოცარი იმათი სასულიერო სახლი და ყველაფერი. ესეც გავიარეთ ჩვენ და რატო ყვები ახლა ამას? მინდა კატეგორიულად დავაფიქსირო მოსაზრება, რომ ჩვენ რო დასავლეთთან წავედით, ამისი მიზეზი არ ყოფილა კარგი ცხოვრება, კუდაბზიკობა ჩვენებური ქართული და ის რომ რაღაცა მაინც და მაინც აი შამპუნით მორეცხილი ევროპული ქუჩები გვინდოდა საქართველოში. ამის გარეშეც ვიცხოვრებთ, მაგრამ ესეც გვინდოდა, რატო სულიაა? ესეც გვინდა, მაგრამ ძირითადად გინდა არ გინდა კრიზისში მყოფი და ლიბერალურ ფაშიზმამდე მისული დასავლური ცივილიზაცია მაინც არის მოწინავე, მაინც წინ არის თავისი ტექნოლოგიით, თავისი გნებავთ ხელოვნებით, მეცნიერებით, ტექნოლოგიებით. ამიტომ ჩვენ იმათთან არ უნდა გავწყვიტოთ კავშირი, იმიტომ რომ ალტერნატივა ამას არ აქვს. ხელოვნებაზე ცოტა ვერ დაგეთანხმებით, მოდი ხელოვნებაცნება ძალიან ხელი და მოდი აი ახლა აქედან უნდა შევხედოთ. საქართველოში მეცნიერება არავის აღარ უნდა, არაფერი აღარავის აღარ უნდა. ნინო, ამას ჯერ თავი დავანებოთ. ეხლა ხედავთ რა ხდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, მაგრამ იქ არის არევდარევა, ფაქტობრივად სამოქალაქო დაპირისპირება, იმიტომ რომ ტრამპი, რომელიც მოვიდა როგორც ასე ვთქვათ ახალი CEO და ძალა დასავლეთის გადარჩენა უნდა მას არ უნდა ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის დომინირების შეწყვეტა.
და რო თქვა თავიდან რომ ამერიკა მივხედოთ ამერიკელებს ამერიკელებმა მივხედოთ ამერიკას და სხვა მას უნდა ისევ დომინირება ოღონდ არა ლიბერალური დემოკრატიის დროშით რომელიც მათ ჩიხში შეიყვანა დასავლეთიც აღმოსავლეთიც და ლამის სამოქალაქო ლამის ატომურ დაპირისპირებამდე მივედით ამიტომ ხო ჩვენ იქ უნდა ვიყოთ მაგრამ ჩვენ არ უნდა დავდგეთ ცალფეხზე და სწორია როდესაც თქვათ ეხლა ეს უნიათო და უსუსური ოცნების ხელისუფლება რომ გარკვეულწილად პროტესტს აცხადებს ამ ცალფეხზე დგომის პოლიტიკის წინააღმდეგ ეს ჩემთვის არის მხარდასაჭერი და მისაღები. ეხლა მე მოცემ შემთხვევაში სიღრმეებში არ შევალ, სულ არ მაინტერესებს რატომ მოხდა ეს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს 7 მილიარდის აქტივებით დაუყადაღეს, თუ უბრალოდ მას ასევე ესმის დასავლეთი სადმი მორჩილების მავნეობა და თავის პიროვნულობას და ეროვნულობას წარმოაჩენს. ამას ისტორია გამოაჩენს. ამას დღეს ვერ გავიგეთ. ბატონო ვაჟა, რომ მიხვედრილიყო ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება, რომ ესე არ შეიძლება გაგრძელება. 13 წელი თვითონ დაიწყეს. აი ძალიან ბევრი რამ რაც სააკაშვილისა არ მოგწონდა. და გარდა იმისა რომ ხალხს ხოცავდა გარდა იმისა რომ ატერორებდა საშინელებები ხდებოდა ციხეებში და ასე შემდეგ გარდა ამისა არის ფაქტორები ხო მაგრამ დავით გარეჯი ვინ ახარ შენ რომ ვიღაცას ესე იგი თურმე აზერბაიჯანის ის არის სჭირდება ეს ადგილი იმიტომ რომ ხო თვითონ გითხრა სააკაშვილმა რა მიწების გასხვისება დაიწყო მაშინ ძალიან ბევრი განათლება საშინელ დღეში ჩააგდო გადაატრიალა ძალიან ბევრი რაღაცა დღესაც გრძელდება 13 წელი გავიდა 13 წელი კაი ნუ დავაცადოთ 13 წელი გავიდა ბატონო ვაჟა და როდომდე დავაცადოთ ხო ხედავ 13 წელი უსამშობლო თაობები ზარდა არა მე იმას არ ვამბობ მე ხარ დამხობა და რევოლუცია არა ვთქვათ მაინც ის კი არ ვთქვათ აი დედა ჩემი სიკვდილი აბა რა ქნას ქართულმა ოცნებამ ვთქვათ ვამბობთ ვინმე მაინც უთხრათ ხალხს რომ ესე არ შეიძლება ეს ცუდია ეს ხალხი ჯერ ერთი ძალიან დიდი პოტენციალი გავიდა ქვეყნიდან. გავიდა ქვეყნიდან ისინი ვის უნდა დოულათი შექმნა სამ ქვეყნის. გავიდა ქვეყნიდან ისინი ვინც უნდა გაამრავლოს ერი. გავიდა ქვეყნიდან არ ვიცი საოცარი კატეგორია ადამიანების აქტიური ხალხი გავიდა და დაახლოებით დღევანდელი საქართველოს სულ უფრო მაგონებს 80-იანი წლების რაჭულ სოფელს, სადაც იყვნენ მოხუცები და ბავშვები. მერე აღარ იყვნენ ბავშვები და იყვნენ მოხუცები და ეხლა მოვიდა თითქოს უკან მიბრუნების დრო ტურიზმი რაღაც ფაქტორები, რომ ის გაცოცხლდეს ის ტერიტორია და ეს მურმან ლებანიძის ნათქვამი ვაი თუ ვინმე მოვიდეს და ამ 60-ს დაეპატრონოსო თით შეიძლება აღარ ასრულდეს მაგრამ უყურეთ გასულია ეს ხალხი ამ ქვეყნიდან რატომ არის გასული იმიტომ არის გასული რომ აქ ვერ იპოვა თავის რეალიზაციის საფუძველი და ჩვენი პრეტენზია მე იმ ხალხთან რომელსაც ვერ პრეტენზია არის ჩემთან თქვენთან ხელისუფლებასთან ყველასთან მაგრამ რეალურად გავიდა ეს ხალხი და ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვესმოდა რომ ქართველი საქართველოს გარეშე ვერ იარსებებს აი ეს მიწა თუ არ იქნა და მისით ნასაზრდოები თითოეული ადამიანი ვერ გაძლებს სხვაგან ნოსტალგია წასულების თურმე აღმოჩნდა რომ როცა გაჭირვება სარსებო ლუკმაპურის საძიებლად შეიძლება წავიდეს ძალიან დიდი რაოდენობა ქართველების დაახლოებით 2 მილიონამდე იქ თქვა სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც არიან ოკუპირებული ტერიტორიების სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებიც მაგრამ წავიდა ეს ყველაფერი იმ ილიას დროს ილია ოცნებობდა რამდენიმე ვაჭარზე ქართველზე და მე როცა დაგჭირდა ყველანი ვაჭრები გავხდით და ყიდვა-გაყიდვას მივეძალეთ ამიტომ ჩვენ რაღაცა განსაკუთრებულობა არა გვახასიათებს ადამიანურია ეს ყველაფერი მაგრამ ამ პროცესს შეჩერება უნდა აი მოვიდა სააკაშვილი და მან გადაწყვიტა ეს პროცესი შეჩერებინა სხვათა შორის და შემოგთავაზა ამისთვის ვერსია სინგაპურიზაცია ანუ თავისუფალი შრომის ბაზარი თავისუფალი მიმოქცევა კაპიტალების მოსახლეობის
და ამის გადაქცევა წინა აზიის ქალაქ სახელმწიფოდ საქართველოს იმდენად პატარაა რომ ერთ ქალაქ სახელმწიფოში ჩაეტევა მაგრამ ქართულმა ხალხმა ეს არ მიიღო მათ შორის მეც არ მივიღე ეს იმიტომ რომ სინგაპურიზაცია ქვეყნის ნიშნავს 13%-მდე მკვიდრი მოსახლეობის ავტოხტონის და სატიტულო ერის როგორც ამბობენ დაყვანას ეს მე არ მომწონდა და რო გამოვედით ქუჩაში 2007-ში შევედით 2012-ში ეხლა მოვიდა ახეს ხელისუფლება რომელმაც ბევრი ვერაფერი გააკეთა თქვა ოცნება ხო მაგრამ ის რაღაცა უაზრო რეჟიმი რომელმაც სადღაც ჩასჭიდა ხელისუფლებას მაგრამ ვერ დაიმორჩილა ხალხი დამთავრდა მაგრამ ხედავთ ეხლა ნინო როგორ არის საქმე რომ აი ეხლა უკვე რაღაცა ჯგუფი აპროტესტებს ამ ხელისუფლების პოლიტიკას და ეს არის ტყუილად გონია ბიძინა ივანიშვილს რომ ეს მობეზრდებათ შემცირდება გაჩერდება ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილი ეს პროცესი უფრო და უფრო არა ბიძინა ივანიშვილში არ არის საქმე ბიძინას ფულიც ბევრი აქვს და ძალაუფლებითაც დადგება კარგია იმის წარმოდგენა რომ საკუთარ სამშობლოს ასე დიდ ქვეყანას თქვათ მართავ რამდენი წლის განმავლობაში 12-13 წლის განმავლობაში კარგია დადგა წავა როგორ არ წავა მაგრამ მას არ უნდა რომ დაკარგოს ის ფული რომელთაც ბევრი სიკეთეს გაკეთებას აპირებს არ მას გონია რომ მან იცის როგორ უნდა გადაარჩინოს საქართველო არა ხო და ჩვენ ახლა იმაზე ვიცხოვროთ რომ რას როგონია ბიძინა ივანიშვილი ეხლა გონია საცნაური მას რომ თუ გააჩერებს ამ ევროპულ ვექტორს ამით ყველა პრობლემა მოგვარდება. არა, არ მოგვარდება ყველა პრობლემა. მას გონია მეთქი ვამბობ. ხო და მოგვარდება ყველა, მაგრამ უყურეთ აი მარტივად განვიხილოთ რომ რამდენად უნიადაგოა ეს ფიქრები თუ არა მე არც ივანიშვილთან მაქვს რამე სადაო და არც მომიტინგეებთან, მაგრამ ამდენად ძნელი ახლა ივანიშვილი მინიშნებს რუსთაველს როდვანა ნიმაძე მსჯელობთ? კი, მომიტინგეებზე. არა, მე ვამბობ ძალა რომელიც აი 30-ში შეიკრიბება 4 საათზე რუსთაველის ამ ძალაზე მოდი ვისაუბროთ 30 შემდეგ. კი ბატონო. ნახოთ რა ხალხს შეკრებს, ნახოთ რა სიტყვიან, ჩვენ ვიცით ძალიან საინტერესო პოლიტიკოსები, ვიცით ირმა ინაშვილი, ვიცით თარხან მოურავი, რომლებსაც აქვს თავისი ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, როგორც შეუძლიათ იღწვიან ამ ქვეყნისთვის, თუმცა რეალობიდან გამომდინარე შეზღუდულები არიან არეალით, გარკვეულით, ეს არის თქვა სხვადასხვა სიტუაცია პოლიტიკური საგარეო ფაქტორზე, ამა თუ იმ პარტიის წარმატების დამოკიდებულება, არის სხვა ფაქტორი. ბატონო, რაღაცა ყოველთვის იწყება და მთავრდება. და მე კიდე იწყება და მთავრდება. ისე რომ ჩვენ აი ამ ლოგიკით რომ აი ნუ მე არაფერი არ გამოვა, ამიტომ არ უნდა ავისხლიტოთ ის საშინელებები რაც შეიძლება მოხდეს. აი ხა მე ვთხოვ ოპერატორს გაუშვას თუ შეიძლება ინტერვიუ ბატონი ალაბარის ინტერვიუ, რომელიც გაჭრილად ამბობს, ის თავისუფლად საუბრობს და გონია რომ კარგს აკეთებს, რადგან ამას საუბრობს და ეს იწვევს მე ჩვენში ხო გარკვეულ მას რა ქვია შიშს, მე რა იქნება, მე როგორ იქნება. და ძალიან გთხოვთ გაუშვით. ორწუთში გაუშვებთ. კი ბატონო, ალაბარიც გასაგებია, ალამბარიც გასაგებია. არ არის, სასაცილო არ არის. არა, სასაცილო კი არა, ეს ტრაგიკომედია შეიძლება ითქვას, მაგრამ არსებითად ალაბარი ხო არ მოსულა და ხო არ უთქვამს, რომ გინდა თუ არა მომეცით გონიო და კრწანისის სავარგულები. ის მოვიდა, მოიყვანეს ხელისუფლებმა და რადგან ინვესტიცია ძალიან ძვირფასი მოვლენაა, ასეთი გაჭირებული და პატარა ქვეყნისთვის როგორც საქართველოა. პატარა ქვეყნის რომელიც ნახეთ ამ ინვესტიციაში შეიძლება მთავარი დაკარგოს, მიწა დაკარგოს და ნახეთ მე ის ვის ჩამოსახლებასაც ისინი აპირებენ ბატონო ვაჟა, მათი ასიმილაცია ჩვენთან არ მოხდება. ჩვენ უკვე შეიძლება ითქვას რომ აი საქართველოში ჩვენ ქართველები, საქართველოს მოქალაქეები კი არა, ქართველები უკვე უმცირესობაში ვართ. ეს ძალიან ანგარიშგასაწევია და ჩემი სამშობლო ხო არის მიწა
და ანუ 6 მილიარდად ყიდი სამშობლოს. მოდი ამ კუთხიდან შევხედოთ რა. იმიტომ რომ ის 6 მილიარდიც არაფერს არ მისცემს იმ გაჭირვებულ ფენას, რომელიც წამას ვერ ყიდულობს და რომელიც პროდუქტებს ვერ ყიდულობს, იმიტომ რომ არა აქ აი მაგალითად პენსიონერები ძალიან ცუდი მდგომარეობა. ეს ყველაფერი არეულია მე მესმის სოციალური პრობლემები, ხო? მაგრამ მე თუ სამშობლო არ მიქნება, ესე იგი გაზულუქებული ვიქნები რითი? სამშობლოს გავყიდი 6 მილიარდად? აი მზადაო, გაუშვით თუ შეიძლება. მოусმინოთ რა. ასე რომ გონია, როდესაც საუბარი ეკონომიკურ განვითარებას ეხება, გასათვალისწინებელია, რომ ეს ძალიან მსხვილი პროექტია. ძალიან დიდი თანხა ბევრ სხვადასხვა წარმოებაში დაიხარჯება. მშენებლობა, შესაბამისი მასალა, არქიტექტორები, მუშახელი, ინჟინრები. ამავე დროს ჩვენ ვართ მომსახურების სფეროში, შემოგვყავს ტურისტები, ასაქმებ ადგილობრივებს. სასტუმროები ფერმერებისგან ნაწარმს ხედულობენ, სხვადასხვა ნაწარმს. ასე იკვრება წრე. რაც შეეხება უძრავი ქონების ბიზნესს, ჩვენი ნაწარმის ნახევარი 60%-იც საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი. შესაბამისად, სახელმწიფოში უცხოური კაპიტალის შემოდინებაა. ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ენდომებათ აქ ქონების შესყიდვა. ქართველებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ბევრ სხვა ერს, რომელთაც ეს ქვეყანა მოსწონთ და უყვართ, ეს მათთვის მეორე სახლი თუ დასასვენებელი ადგილი იქნება. შესაძლოა აქ საცხოვრებლადაც გადმოსვლა სურდეთ. ყველაფრის ერთობლიობა, ნამატი გადასახადებთან ერთად. ამ გზით წვლილი შეგვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც გახლავთ თანამედროვე, ახალი დასახლებების შექმნა. ეს დასახლებები იქნება კარგი დიზაინის, გარემოს დაცვით გათვალისწინებული, ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც მთავარია, ეს იქნება მდგრადი პროცესი. ყველაფერი, რასაც შვილებს პირდებით, უნდა ავასრულოთ. პასუხისმგებლობა ჩვენი რომ ეს ცხოვრება ლამაზი გავხადოთ. მე ამასთან დაკავშირებით მუდმივად ვფიქრობ, თუ როგორ შევქმნათ ლამაზი ყოფა, როგორ ვცეთ ადამიანებს პატივი ამ გზით, რომ შევქმნათ ისეთი გარემო მათთვის, რომ მათ შვილებთან და მეგობრებთან ერთად ბედნიერად იცხოვრონ. აი ბატონო ვაჟა. რა სიტყვით, მით უმეტეს რომ არასაჯაროებენ აი ამ ხელშეკრულებას, ხო? როდესაც არ ხდება ამის საჯაროება, როცა ქვეყნის ბედი წყდება, მაშინ ქართული ხალხი ხალხიც ხო არის რაღაცაზე პასუხისმგებელი, ის ხო არის იმისი ღირსი, რომ გაიგოს რა ხდება. ესე იგი თუ არ ხდება გასაჯაროება, ეს უკვე ეჭვებს უფრო ზრდის, არ მეთანხმებით ვიდრე პირიქით და კაცი პირდაპირ ამბობს 60% ხა მე ძალიან ეჭვმეპარება ფრანგები და ინგლისელები გადაერიონ და აქ ჩამოვიდნენ იმაზეც მეპარება ეჭვს საწყალი ქართველები ემიგრაციაში რო არიან შეძლონ ის ყიდვა იქ იმისი და მერე ცხოვრება რა საკმაოდ ძვირი იქნება მაგრამ ის რო არაბები ჩამოვლენ ერთი წუთი ეჭვი არ მეპარება რატო არ ჩამოვლენ ხა მართლა სასწაულია ხო საქართველოს და აი ეს არის რაც ძალიან გვაღელვებს და აი ღირს სამშობლო უნდა გავყიდოთ და ღირს საქართველოს 6 მილიარდი ესე იგი თუ გვაღელვებს მოდით ავღელდეთ და აი თქვენ სულ ხუმრობთ მაგრამ აღარ არის ხუმრობის დრო ხო თავზე ნაცრის დაყრა არ ჩვენი წინაპრებისთვის იყო მისაღები და სულ ხალისიანად ომში შედიოდა ხალხი და ეს ცხოვრება სულ ომია და უნდა შეხვიდე და გამოხვიდე ხო არ არის პრობლემა იუმორით რა თქმა უნდა კი რა თქმა უნდა მე გაგახსენებთ იმას რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ძალიან უნდოდა სასოფლო სამეურნეო სავარგულების გაყიდვა და ინვესტიციების შემოტანა ამ სავარგულებთან მიმართებაში უცხოელებზე მაგრამ საზოგადოებამ მიიჩნია რომ ეს არ იქნებოდა სწორი და უფრო მეტიც იყო დაუშვებელი მათ შორის ვიყავი მეც სხვათა შორის არაერთი განცხადება რაც შემილია მე როგორც ანალიტიკოს არაერთი განცხადება გავაკეთე და არაერთხელ შეძლების დაგვარა დავასაბუთე რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა შედეგად ჩვენ მივიღეთ ის რომ დღეს საკანონმდებლო დონეზე სასოფლო სამეურნეო სავარგულების უცხოელებზე გაყიდვა დაუშვებელია იმ ცალკეული გამონაკლისების გარდა აი ეს გამონაკლისი არის ხვრელი და ყველა გამონაკლისი აი ისიც რა არის რომ აი ესეც გასაგებია ჩემთვის მაგრამ ეს გამონაკლისები უნდა იყოს საზოგადოებისთვის გასაგები მისაღები და მისაწვდომი რა ხდება ეს რა თქმა უნდა არ ხდება როგორც ასეთი მაგრამ ასე მიწები საკმაო რაოდენობით არის გასხვისებული თუმცა დღემდე საკანონმდებლო
დონეზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ასე ვთქვათ გასხვისება უცხოელებზე არის აკრძალული, დაუშვებელი. ეხლა გარდა განსაკუთრებული შემთხვევების, როცა ეს წერია უკვე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევები თურმე ძალიან ხშირია და ჩვენ მიღებული გვაქვს ინდური, მაგალითად თურქული, არის ასეთი ფაქტები სამწუხაროდ, კი ბატონო. ეხლა სხვა რამეს მივაქცევ ყურადღებას, რომ აქ კიდე არის ერთი მომენტი კანონმდებლობაში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულს უცვლის ასე ვთქვათ დანიშნულებას და გადააქვს урბანულ კატეგორიაში. ეს არის და ამის ასე ვთქვათ არსებობაც ლოგიკურია, იმიტომ რომ ჩვენი სერიოზული დარგი იქნება ყოველთვის ტურიზმი და ტურიზმს მხოლოდ урბანულ სივრცეში ვერ განავითარებ და აქ თუ იქნება ცალკეული პროექტები საქართველოს მოქალაქეებისთვის, აქ უნდა გახდეს შესაძლებელი, ვთქვათ, სასტუმროს აშენება ნაკრძალის მიმდებარედ და ასე შემდეგ. ამას ვერ აკრძალავთ, მაგრამ ეს უნდა იყოს ისე დარეგულირებული, რომ საკუთრებაში ის მიწა დარჩეს საქართველოს მოქალაქის და არა იმ ინვესტორის, რომელიც იქ ფულს ჩადებს. ესეც ცხადია და ეჭვგარეშეა. რომ მაგალითად გაასკვისებ 100 წლით, 100 წლის მერე, 99 წლის მერე რა როგორც გასხვისდა. ესეც საკამათოა, ნინო. 100, 50 თუ სხვა და მაგრამ თავარი არის, რომ საქართველოს მოქალაქის გარდა საკუთრებას არ ფლობდეს საქართველოში არავინ. საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. კი, და ისიც საოცარია, რომ ქართველებს არ აძლევენ საქართველოს მოქალაქეობას. აი მაგალითად მერაბ რატიშვილი, საზოგადო მოღვაწე მწერალი არ მისცეს საქართველოს. და რამდენი არაქართველი არის საქართველოს მოქალაქე. ბატონო და ესეც ამ ხელისუფლების ხელში. ბატონო ვაჟა, ბატონი გულბათ რცხილაძეა ხაზზე. კი ბატონო მოусმინოთ. ერთი წუთი შეიძლება? დიახ. ხო, არა პრობლემა და ცოტა ხანში ჩამწეთ. კარგით. და ეთყობა რაღაც. კი ბატონო, მოусმენთ სიამოვნებით ბატონო გულბათს. ხო და აი რა არის იცით ბატონო ვაჟა. აი ეს მიწები არის ძალიან მტკივნეული რა და სენსიტიური ჩვენთვის, იმიტომ რომ ბუნებრივია ამას არც. ატარავდება. კი რა თქმა უნდა, ეგ მნიშვნელოვანი საკითხია. მნიშვნელოვანი საკითხია და ეხლა ამასთან დაკავშირებით ვიტყვი ამ კომპანიის ასე ვთქვათ შემოსვლასთან და ამ დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ინვესტიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას ქვეყნის პერსპექტივისთვის. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, კომერციული საიდუმლოება მისაღებია ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც სერიოზულია და გარკვეულ ავტორიტეტს წარმოადგენს. მაგრამ ჩვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით ამ კომერციული საიდუმლოებიდან რაც არის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, ის მომენტები ყველა უნდა გასაჯაროვდეს და გახდეს საზოგადოებრივი განხილვის საგანი. არა ოპოზიციის ან ხელისუფლების დემაგოგიის, თქვათ, აუ ჩვენ ამდენი შემოგვივა ბიუჯეტში, ხელისუფლება ან ოპოზიცია ბრაბნელეთია ეს რა არის, კიდიან ამ მიწებს აშენებ. ეს ყველაფერი სოციალური დემაგოგიის პრიმიტიული გამოვლინება. ყველაფერი ეს გაცა. ამიტომ უნდა აი მაგალითად გვეუბნებიან, რომ მუშახელი დასაქმდება აშენების მერე 8000 დამლაგებლებად და ასე შემდეგ. ოფიციანტებად, მიმტანებად. გავიგეთ ეს 8000 ჩვენი, მაგრამ მანამდე მშენებლობის პროცესში, ეს მასშტაბური მშენებლობა, ყოველწლიურად რამდენი ადამიანი იქნება ამ საქმეზე დაკავებული. პირველი, მე კონკრეტიკაზე გადავედი, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა თვით. მაგრამ მნიშვნელოვანია, ბატონო ვაჟა. აი, მოდი მიწას ჯერ თავი დავანებოთ. მიწა ძალიან სპეციფიური თემაა. მოდი დავანებოთ აი კონკრეტიკას, რაზეც თქვენ ამბობთ, რომ ეს უნდა გასაჯაროვდეს. მე მაგალითად მოვითხოვ გასაჯარო, რამდენი მუშახელი დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას. გონიოში ამ მრავალტანჯულ მიწაზე და აქეთ კრწანისში არანაკლებ მრავალტანჯულ მიწაზე. რამდენი დაჭირდება აქედან? რამდენი იქნება უცხოელი და რამდენი იქნება საქართველოს მოქალაქე? აქედან რა სტატუსი ექნება უცხოელ
მოქალაქეს და ის რა გარანტიები იქნება საიმისოდ, რომ ის თავის სამუშაოს ამწურის შემდეგ უეჭველი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას და აქ არ გახდება თქვათ რეზიდენტი და ამ ქვეყნის მოქალაქე. მაგრამ ამ პროცესსაც აბსოლუტურად ვერ გააკონტროლებ, იმიტომ რომ ის მუშახელი რო შემოვა, შეიძლება საქართველოს მოქალაქე ცოლად შეირთოს და ამით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ეს ხარ იქნება ეხლა ყოველი მეორე ხარი ქორწინებს ქართულ ქალზე. ხო, მაგრამ ნუ იქნება გარკვეული რაოდენობა და ასე შემდეგ. ამიტომ საფრთხე ხო ხება. არა, მე ხოლმე დავიწყე საფრთხეების ჩამოთვლა. ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, რა მიზნობრიობა ექნება ამ აგებულ ფართებს ჯერ ეს კიდე აქეთ გვერდზე გავდივართ ჩვენ რომ აი თქვათ იგივე საკუთრება ახალაშენებულ კორპუსებში რომ ყიდულობენ უცხოელები რატომღაც ეს დღევანდელ არც ხელისუფლების არც ოპოზიციის მიერ რაღაცნაირად აქტუალურ თემად აიწოლება. იცით რამდენი გადაცემა მაქვს მიძღვნილი სწორედ მაგ თემაზე და ვაჟა ოთარაშვილი რომელიც 24 საათი ამისთვის იბრძოდა საუბრობდა ისე რომ რა თქმა უნდა და ჩვენ მოვიაზრებთ კი არა ოპოზიცია ვართ ნამდვილად იმათგან განსხვავებული და არა იმათთან მყოფი და ხელისუფლების ოპოზიცია ისე რომ ეს თემები ჩვენ პირადად ძალიან აბსოლუტურად გვაღელვებთ წლების განმავლობაში ამაზე ვსაუბრობთ. კარგია რომ საუბრობთ და ასეთი თქვათ ის რომ დავუშვათ ძალიან დიდი რაოდენობის საცხოვრებელი ფართები ფართს რო შეიძენს დავუშვათ თურქეთის შეუულია ან რუსეთის შეუულია მოქალაქე საქართველოში ის ასე თქვათ საკუთრება რა მიწაზეც დგას იმის ნაწილის ფლობელის ხდება ფაქტობრივად ხდება ამიტომ ესეც დასაფიქრებელია მაგრამ ამას ნინო სჭირდება დისკუსია საერთო ეროვნული სახალხო აბსოლუტურად გეთანხმები მაგრამ ჩვენი ხელისუფლება და ამავე დროს მისი ოპოზიცია როგორც აი ეს ქუჩაში რო დგას ისე ვთქვათ სხვა ოპოზიცია მონოლოგის რეჟიმში ამ ქვეყანაში გადასული არავისთან კამათი არ უნდათ არავისთან გაცვლა არ უნდა სიამოვნებით ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს დავპატიჟებ და დავპატიჟებ რა თქმა უნდა მეორე ნახეთ რა არის ისინი შენ გეუბნებიან ისინი აბსოლუტურად არ მიაჩნიხარ არაფრად ამასა ძალიან ბევრი პოლიტიკური სიტუაცია და ამ პოლიტიკური სიტუაციით ყველა თავის სამრეკლოდან რეკავს ყველას აქვს თავის სამრეკლო ვთქვათ რუსთავი იმედი იქეთ პირველი ტევე და თავის ბაბლს ამხნევებენ მაგრამ რეალურად შედეგს ვერც ისინი მიიღებენ და ვერც ის რა თქმა უნდა აი ხაზეა ბატონო გულბაათ ღამე მშვიდობის გესმით ჩვენი ბოდიშ ვიხდი სახლიდან გერთვები და ცოტა რაღაცა მოსაგვარებელი არა უშავს საოჯახო მოგესალმებით გისმენდით მე და მინდა რომ შეგეხმიანოთ თქვენი აზრით ხარ კარგი არის მივესალმები თქვენი საუბრის ტონალობას რომ ბოლოს და ბოლოს უნდა საზოგადოებამ ზედმეტი ემოციების გარეშე იმსჯელოს სერიოზულ საკითხებზე თუმცა პოზიცია ცალსახად უნდა გამოიხატოს და რაღაცა შელამაზების გარეშე მე ასე შევეცდები ჩემი მხრიდან გავაკეთო. ჩემი ღრმარწმენით დავიწყებ იქიდან რომ სანამ ამ არაბულ თემაზე მივალთ. რომ თვითონ აი ამ მიწების ასე მარჯვნივ მარცხნივ გასხვისება არ არის სწორი. საერთოდ მე მიმაჩნია რომ ეს იყო დიდი შეცდომა თუ დანაშაული არა როდესაც 90-იანი წლებიდან დაიწყო მიწების გაყიდვა. მიწა გახდა ყიდვა-გაყიდვის ობიექტი. მე გულისხმობ არა ახლა რაღაც საადგილმამულო ტერიტორიებს, სადაც ადამიანი თქვათ მამაპაპისეულ სახლში სახლობს, ვენახი ტრადიციულად მასია მიმაგრებული რაღაცა მისთვის საარსებო გარემო, ამაზე არ არის. მიწების მოცულობაზე და რაოდენობაზე ნაკვეთების აი ეს რო გახდა ყიდვა-გაყიდვის ობიექტი, ეს იყო დიდი დანაშაული. ისეთ მცირე მიწიან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
ახლა მე თქვენ გეტყვით ის მტკვრის ხეობაში ის ფონი ჭალა და მართლა ჭალები არის იქ ალვის ხეები ძალიან ბევრი მცენარე და ისეთი ტერიტორია სადაც გადამფრენი ფრინველები ჩერდებიან და ზოგადად ეკოლოგიისთვის არის მნიშვნელოვანი ასევე გონიოს ტერიტორია ეკოლოგიურად არის მნიშვნელოვანი რომ ეს იყოს ბუნება იქ და არა ბეტონი და რკინა ამაზე არავინ საუბრობს რომ ამას რომ აბეტონე ბიძია შენ და ბიძინა მთელ ამ სანაპიროს რა არის ეს კაცო აღარ უნდა იყოს ისეთი ადგილი სადაც ბუნება არის აბა საქართველოს რითი არის სახელგანთქმული რომ ბუნება აქვს კარგი იგივე იქ იმ ბალდის ხეობა და უამრავი სხვა ტერიტორია ზოგან გადააქციეს ამ ვითომ ტურიზმის ობიექტად ზოგან ჰესები ზოგან კიდე რაღაცეები და აღარაფერი დარჩა იმიტოა მოწამლული ყველაფერი საქართველოში მათ შორის როატეხეს ერთი ამბავი სუნელები და რაღაცეები რომ მოწამლულია და მძიმე მეტალებს შეიცავს თურმე საიდან შეიცავს იმიტომ რომ ყველგან არის ეს სამშენებლო მასალა ყველგან არის დაბინძურება ნიადაგი წყლის და ყველაფერი ჯერ ამით უნდა დავიწყოთ ჩემი აზრით სანამ იმ არაბებამდე მივალთ აქედან უნდა დაიწყოს ეკოლოგიური მიზანშეწონილობა და მეორე სამართლიანობა ახლა ჩემთვის და თქვენთვის დიდი შვება იქნება რომ არაბების ნაცვლად იქ დაუშვათ იმან სოსო ფხაკაძემ ხო აღარ ვიძახი ახლა ივანიშვილების თემას თვითონ ყველაზე დიდი მაგნატი ვინც არის ხო აი მეორე მაგნატი ან კიდე ვინც არის სიტყვაზე ვქვი ახლა ეს ფხაკაძე ხო დაახლოებული ხელისუფლებასთან ან ვიღაც ასეთი ტიპაჟები თუ ჩაიგდებენ ხელში ამ ტერიტორიებს და ისინი ააშენებენ რაღაცას ეს რა ძალიან მისაღები იქნება ამაზე რატომ არ შეიძლება რომ ხმა ამოვიღოთ ყველაფერი რომ გაყიდეს და აგერ თბილისში მუხაწყაროს მიმდებარე ტერიტორია როა გაყიდული და იქ რაღაცა უკვე გადააქციეს ბეტონის ხრონგებია უკვე იქ ჩადგმული და თვითონ იშენებენ ეს მდიდარი ეს ნუორიშები ეს ეჭანები ეს უნახავები ჩაიგდეს ქვეყნის ძარცვით ფული ხელში და იშენებენ თავიანთვის იმას სასახლეებს და იმას კი არა თქვათ რაღაცა აი რუსეთში რო არის პატარა დაჩები ხალხი გადის იქ სიამოვნებით შაბათ-კვირას და ბოსტანს ამუშავებენ ბაღი აქვთ რა არა ამათ ესე იცით ეს ხლა ისწავლეს მაგათ ეს კაპიტალიზმი რომ თბილისში ხმაურია, ჰაერი დაბინძურებულია, საცობებია და იქ უნდა იცხოვრო შენ ქალაქგარეთ, აქ უნდა ჩამოხვიდე ისე რა, ბოდიში და გადმოაფურთხო. მაპატიეთ, მაგრამ ასეთი მიდგომაა მათი მხრიდან ჩვენი დედაქალაქისა. და დაამახინჯეს რა გადააქციეს ეს თბილისი საერთოდ რას გავს უკვე, ხო, სხვას აღარაფერს ვიცი. საშინელებას. ეს არის უსამართლობა, კიდე სოციალური უსამართლობა. რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება მდიდართა კასტისათვის და არაფერი კეთდება ჩვეულებრივი მოქალაქისათვის. თქვენ როგორ გონიათ ახლა კომუნისტებს არ შეეძლოთ იმ თემზე, აი ლისის ტბის მიმდებარე იმაზე რომ გააკეთეს კიდე იქ რაღაცა მილიონერებისთვის იქ უბანი კომუნისტების დროს წნეთი იყო ძალიან მოდაში ბატონო გულბაათ შეგახსენე. წნეთი, კოლჯორი კი იქ შენებდნენ. აბა ჩემა ცხონებულმა ეკუთვნოდა იყო მუშაკი სპორტული ფუნქციონერი ჯერ სამგზის ჩემპიონი იყო საბჭოთა კავშირის ტანვარჯიშში და შემდეგ უკვე ასაკში სპორტული ფუნქციონერი იყო თბილისის სპორტ კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რცხილაძე. ეკუთვნოდა მას პარტიიდან აძლევდნენ და რასავო ხალხი რას იტყვისო კაცო ბებიაჩები ეჩხუბებოდა აიღეო როგორ არა ხალხი რას იტყვისო და ამათ კიდე ეს ახლა ჩაგდებული ახლა წნეთზე უკვე ლაპარაკი აღარ არის ის დიდი ხანია შეჭამეს უკვე წნეთი ახლა ყველაფერი რასაც თქვენ თბილისის გარშემო ხედავთ შეჭმულია თითქმის უკვე მიადგენენ ახლა იმას რუსთავის მისადგომეს წანისი ფონიჭალა იქეთ უკვე აჭარაში ბათუმში ვეღარ ეტევიან და გონიო გამიგეთ რაშია საქმე რომ ჯერ აქედან დავიწყოთ და მივალთ ამ არაბებამდეც და ეს უკვე მივიდეთ იმიტომ რომ 3 წუთი დაგვრჩა ბატონო ბატონო და ამ აბსოლუტურად საკმარისი გასაგებია ყველაფერი რომ იქ ხელშეკრულება იმიტოა დამალული რომ სწორედ შეიცავს ის უკვე სხვა მომენტებსაც ამ სოციალურის და ეკოლოგიურის გარდა
რომ აქ ჩაიდება აუცილებლად მეჩეთი, სამლოცველო, იქ არ გამოურიცხავ რომ არაბულ ტოლვილებისთვის მომავალში ამას კერძო ხალხი კი არ იყიდის ვიღაცა მილიონერი რომ დაისვენოს, რა უნდა დაისვენოს აქ კაცო. ნაყიდი აქვს მათ მონაკოში და ნიცაში და სად არა აქვს ნაყიდი საბერძნეთში და ასე შემდეგ. აქ იქნება ეს სახელმწიფო კაპიტალით შესყიდული ეს ყველაფერი თუ კი განხორციელდა და შემდეგ იმას გამოიყენებს ის სახელმწიფო თქვათ იგივე ემირატები, თურქეთი, აზერბაიჯანი ესენი შეისყიდიან და გამოიყენებენ თავიანთი შეხედულებისამებრ და ამის გახმაურება არ უნდათ ამათ და ეხლა დაიწყებენ ესენი მალე რო იცით არაფერი საშიში არ არის ამის უკან თურმე რუსები დგანან აი ეს სიგნალი მომივიდა დღეს არაბები კი არა სინამდვილეში რუსები და ესენი არა ეს აი ეს პრობლემა არის ისე ჩემთვის მაგალითად ეხა არაბი, რუსი, ფრანგი, ამერიკელი ხომ აქ უფლება რომ საქართველოს მიწა იყოს ჩვენი და თუ ვინმე ჩამოვიდეს სტუმრად და არა მასპინძლად რა მნიშვნელობა არა გამიხარდება 60% რუსი რო ჩამოვიდეს და დასახლდეს აქ რადგან რუსია ეს დასახლდეს ამასაც ის უნდა ჭკუა რომ ქართველები გადაშენების პირასა ვართ უკვე და ჩვენ თუ ჩამოვასახლებთ გამიზნულად თქვათ ვიღაცას იმისთვის რომ მართლმადიდებელი ცნობიერების და რწმენის ხალხი იყოს და იქ რაღაც ოჯახები შეიქმნას და გაძლიერდეს ამით საქართველოს ეს სხვა არის მაგრამ საქართველოს რო გადაგვარებას უსწრაფებ კიდე ამაშია საქმე მოსპოვას უკადი ეს კიდევ სხვა არის იქ რა თქმა უნდა დაუშვებელია არა მე გავუშვი ბატონო გულბათ ეხა გავუშვი ალაბართან ინტერვიუ სადაც ის ამბობს ბატონო ვაჟა ხოდა მეთანხმებით პირდაპირ ამბობს ნახევარი და 60%-ით ჩვენ ჩამოვიყვანთ ხალხს არაბეთიდან და ეხა საფრანგეთიდან და იქიდან რა ქვია ამერიკიდან აქ საცხოვრებლად ეგ თვითონ ეგ ალაბარი არავის არ ჩამოიყვანს ეგ გაყიდის შემდეგ როგორც გითხარით სახელმწიფო სტრუქტურა ხო აი ისინი ჩამოასახლებენ მე შეიძლება ღაზა სექტორიდან ხო და მე ტრამპის გეგმა არის ნინო ერთი წამით ტრამპის გეგმა არის რომ ღაზადან გაასახლოს არაბები ნეთანიაჰუსთან ერთად ეს გამოაცხადეს მათ მე კი არ ვიგონებ ამას და იქიდან რაღაც ნაწილი რომ შემოვიდეს 8000 ოჯახიო ხო თქვა კობახიძე აქედან თუნდაც 4000 ოჯახი შემოვიდეს და გაამრავლეთ 3-12 კაცი მინიმუმ ხო სინამდვილეში ერთი 40000 კაცი შემოვა უცხო რომელიც ესე მალე გამრავლდება მე კი მოკლედ უნდა საჯარო გახდეს ეს ხელშეკრულება მანამდე რა თქმა უნდა გამოვაცხადოთ პროტესტი და მობილიზებული პროტესტი ნინო ერთსაც ვიტყვი 3 წუთი გქონდა მაგრამ გადავაჭარბეთ ამიტომ მოკლედ ვიტყვი ძალიან კარგია რომ თანდათან ნელ-ნელა რაღაც მაგრამ მაინც სასულიერო პირები უკვე აცხადებენ ზოგი ამბიონიდან ზოგი მასმედი ამან ეკლესიისგან თუ არ მოყვა პროტესტი და ეკლესიას უნდა აყვეს ხალხი ჩვენ კი საზოგადოება გამოვალთ თქვენ გამოხვალთ პარტია ძალიან კარგია მივეს პირველი გააკეთეთ თქვენ და ეს ძალიან კარგია და აქედან დაიწყოს და აი ამას უნდა ეკლესია მოყვეს პარტიები ყველა უნდა და აი ეს არ უნდა იყოს რაღაცა ერთი პარტიის ან ვიღა ყველა საქმეა ეს ამ ხალხმა ეს აბსოლუტურად ყველა ქართველი საქმეა დიდი მადლობა ბატონო გულბათ ნახვამდის ბატონო ვაჟა ჩვენ დრო ამოიწერ და რეზუმე გავაკეთოთ რეზუმის სახით ვიტყვი რომ ეს სერიოზული საკითხია რა თქმა უნდა ბევრი რამ უნდა გაირკვეს გასაჯაროვდეს და გახდეს საყოველთაო ეროვნული აი ამაზრზე რას ამბობთ აი რაზეც ბატონო გულბათმა ისაუბრა ამაზე რა სიტყვით საგულისხმო იყო ყველა თეზა რაც ბატონმა გულბათმა ჩამოაყალიბა ამ ყველაფერზეც უნდა ვიფიქროთ მთავარი არის რომ ამ პროცესს მივცეთ მასშტაბი გასაქანი და გახდეს განხილვისაგანი არა მიჩუმათების არა გატარების ამ თემის მე პირადად ხაზგასმით ვამბობ რომ დიახ მე ვარ მომხრე ინვესტიციების ოღონდ ვარ აზრიანი ინვესტიციების მომხრე რომელსაც რა თქმა უნდა ვაძლევ კომერციული საიდუმლოს არსებობის უფლებას მაგრამ ყველა საკითხი ყველა კონკრეტულ მასშტაბურ ინვესტიციასთან დაკავშირებით უნდა გახდეს მსჯელობის საგანი და მთავრობის თუ ინვესტორის მხრიდან სათანადო განმარტებების საგანი სხვა შემთხვევაში ვარწმუნებ ხელისუფლებას
რომ ეს ინვესტიცია შეიძლება არ განხორციელდეს. სამწუხაროდ ალბათ ესეც იქნება თუ ჩვენ ვიქნებით მობილიზებული და ჩემი შენის დრო არ არის ეს არის ყველა ქართველის ალბათ ამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანი მტკივნეული პრობლემა და უნდა გაუფრთხილდეთ სამშობლოს იმიტომ რომ მალე ხელში შემოგვეცლება და ძალიან ცოტანი დავრჩებით ქართველები საქართველოში ესე არ შეიძლება ბატონო. რა თქმა უნდა, ესე უნდა გაკეთდეს, მაგრამ ზედმეტი ემოციების გარეშე თვით იმ მასშტაბურ აქციებზეც კი, რომელიც მე ვფიქრობ გაიმართება და იქნება ასეთი აქციები, ყველაფერი უნდა გულდასმით უნდა იქნას აწონილ-დაწონილი და ხელისუფლებას კიდევ ვურჩევ, რომ დაცდის და გამოცდის საზოგადოების მოთმინებას, იმიტომ რომ არის საკითხები, რომელიც ძალიან წვავედ აღიქმება. მე ახლა ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვიყავი თავიდან და დღეს აღარა ვარ, მაგრამ მე ამ ქვეყნის მხარდამჭერი ვარ, აქ უნდა ვიცხოვრო ჩემი ცხოვრების ბოლომდე და მინდა რომ გადატრიალებების ექსცესების, უგუნური ნაბიჯების, არასწორი მიმართულებით სulis გარეშე დარჩეს ჩვენს დამოვლობას აი ეს ქვეყანა. ღმერთმა გისმინოთ, დიდი მადლობა ბატონო ვაჟა და გემშვიდობებით, პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის.